ისტორიის კონკურსი, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით 2017 წლიდან რამდენიმე ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება, საქართველოში წელს მეოთხედ ჩატარდა. კიორბერის ფონდთან, ევროპულ ქსელთან EUS-2 და რამდენიმე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად DV International მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში 2017 წლიდან ახორციელებს პროექტს ისტორიის კონკურსები, რომლის პარტნიორები საქართველოდან არიან ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. 2023-24 წლების კონკურსის თემა იყო პროპაგანდა ისტორიის გაყალბების მექანიზმი, რომელზეც სკოლების მოსწავლეებმა და ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა იმუშავეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. რამდენიმე თვიანი აქტიური მუშაობის შედეგად გამოვლიდნენ კონკურსის გამარჯვებულები. პირველი ადგილი მოიპოვა საკონკურსო თემაზე შექმნილმა ვიდეომ. პიონერული ორგანიზაცია, როგორც საბჭოთა პროპაგანდის საუკეთესო საშუალება, რომლის ავტორია ნიკოლოზ ხირტლაძე, პედაგოგი ეკა მაისურაძე, თბილისის 133 საჯარო სკოლიდან. მეორე ადგილი წილად ხვდა SS, წარსულის მოჩვენება, ავტორი მარიამ არეშიძე, პედაგოგი მიხეილ სართანია, თბილისის 50 საჯარო სკოლიდან. მესამე ადგილი ერგო SS, საბჭოთა პროპაგანდა, გონებაზე ზემოქმედების საბჭოთა ინსტრუმენტი, ავტორები მარიამ ტალახაძე, ანი კიკაძე, ლიზი მახარაძე, პედაგოგი ნათელა გოგოლაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის მესამე საჯარო სკოლიდან. ჟიურის წამახალისებელი პრიზი მოიპოვა SM, ისტორიის გაყალბება აფხაზეთის კონფლიქტის ჭრილში, ავტორი მიქაელ კურტანიძე, პედაგოგი ჯაბა ლაბაძე, სურამის მეორე საჯარო სკოლიდან. ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის წამახალისებელი პრიზი ხვდა SS, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, გმირი თუ ანტიგმირი, ავტორი თათული კუპრაძე, პედაგოგი ნანა სოლოღაშვილი, თბილისის 99 საჯარო სკოლიდან. კონკურსის გამარჯვებულებს მიესალმნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშე, ლაიფ შტრიოსნერი, საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, თია ქარჩავა, ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნანა ციხისთავი, DV International-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი, პროექტის კოორდინატორი ლიკა კაციტაძე. კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები გაემგზავრნენ რიგაში, ისტორიის კონკურსის გამარჯვებულთა ბანაკში და პარალელურად მონაწილეობდნენ ევროპული ისტორიის კონკურსების ქსელის EUS-2 სამიტში, ხოლო პროექტის მონაწილე პედაგოგები საშემოდგომო აკადემიაში, რომელიც ჩერნოგორიაში ჩატარდა. კონკურსი ჩატარდა DV International-ისა და გერმანული კიორბერის ფონდის ეგიდით. პროექტის დამფინანსებელი იყო გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო. კონკურსი პროექტის ეგიდით ჩატარდა. პროექტის სახელწოდება იყო ისტორიის სწავლების სახელმძღვანელო მეთოდური რეკომენდაციები კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის. წლევანდელი საკონკურსო თემა იყო ისტორიის გაყალბება პროპაგანდის ინსტრუმენტი. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ჩემმა მოსწავლემ ნიკოლოზ ხირტლაძემ, რომელმაც დაიკავა პირველი ადგილი. გამარჯვებული მოსწავლე იმყოფებოდა რიგაში, მოსწავლეთა საერთაშორისო ბანაკში და ასევე როგორც გამარჯვებული მოსწავლის მასწავლებელი ვიმყოფებოდი მონტენეგროში, ქალაქ ბუდვაში, ისტორიის მასწავლებელთა საერთაშორისო სემინარზე. ჩემმა ისტორიის მასწავლებელმა ეკატერინე მაისურაძემ გამოცნო კონკურსის შესახებ, რომლის მთავარი თემაც იყო ისტორიის გაყალბება პროპაგანდის ინსტრუმენტი. მეც გაცნობისთანავე უმალ დავინტერესდი ამ თემით და გადავწყვიტე ჩემ ისტორიის მასწავლებელთან შეთანხმებით, რომ გამეკეთებინა ვიდეო, რომელიც ზუსტად ასახავდა ამ თემატიკას საბჭოთა კავშირის მაგალითზე. ჩემო ვიდეომ შემდეგში მოიპოვა პირველი ადგილი ამ კონკურსში, რის შედეგადაც გადმომეცა პრიზის სახით ფასიანი ვაუჩერი და ასევე საგზური რიგაში ისტორიის ბანაკში, რომელიც ტარდებოდა ოქტომბრის შუა რიცხვებში. ეს იყო ჩემი პირველი გამგზავრება საზღვარგარეთ და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ამასთან ერთად ჩაგვიტარდა მრავალი ლექცია, ჩაგვიტარდა ვორქშოპები და სამუშაოები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ახდენენ ჩვენზე ზემოქმედებას პროპაგანდის საშუალებით ყოველდღიურ ცხოვრებაში და თუ როგორ უნდა ავიცილოთ მათგან თავი.